და ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მთავრობის პარალიზება სულ 17-ჯერ მოხდა და ბოლოს ასეთი შემთხვევა 17 წლის წინ დაფიქსირდა. რა ეკონომიკურ შედეგს გამოიწვევს კრიზისი? ექსპერტების პოზიციას სანდრო ჯუფალაკიანი გაეცნო. მთავრობის დათხოვნა ამერიკის ბიუჯეტს 1995 წელს $1.5 მილიარდი დაუჯდა. თუ ფედერალური სამსახურების იძულებითი დასვენება 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ქვეყნის ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ს იზარალებს. დღეში კი დანაკარგი $300 მილიონ უტოლდება. საბირჟო ინდექსები ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის 3%-ით დაეცა. გაურკვევლობამ შესაძლოა საფონდო ბაზარს დამატებითი დარტყმა მიაყენოს. რა თქმა უნდა, გაურკვევლობა ცუდია, Wall Street-ს არ უყვარს გაურკვევლობა. სიტუაცია ბიზნესზე დიდ ზემოქმედებას არ მოახდენს. ყველა მიცის, რომ მთავრობა მუშაობას მალე განაახლებს. ამ დროისთვის თითქმის არ შეცვლილა ნავთობის ფასი. ამერიკული დოლარი კი ევროსთან მიმართებაში უკვე დაეცა. ამან შესაძლოა გავლენა საქართველოსაც მოახდინოს. დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას ახდენს როგორც საფინანსო საავტო ბაზარზე. საქართველოს კუთხით ერთი რამ შეგვიძლია თქვა, რომ დოლარი დაეცა დოლარის გაცვლითი კურსი და ბუნებრივია ეს არის გავლენა იმ მხრივ, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვა, რომ იმპორტი გაიაფთებოდა ეს არის ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზე მოახდენს ეს არსებული სიტუაცია. საბიუჯეტო დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ვალია. მისი მაქსიმალური ლიმიტის შეცვლას რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან. 17 ოქტომბრისთვის ამერიკამ შესაძლოა ვალების გასტუმრება ვერ არ შეძლოს. ეს კი ქვეყნის დეფოლტს გამოიწვევს.